პარლამენტმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ფარას ანალოგია. ცვლილებებით კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად, საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5,000 ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი ვინც რეგისტრაციას თავს არიდებს 10,000 ლარი დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. წარმოადგენელი კანონპროექტით განისაზღვრება ის პირები, თუ ვინც წარმოადგენენ უცხოურ პრინციპალს, ამავდროულად უცხოური პრინციპალის აგენტებს, მათთან დაკავშირებული რეგისტრაციის ვალდებულებებს, აღმასრულებელ პირს და შესაბამის პასუხისმგებლობებიც არის განსაზღვრული, რაც უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რომელიც უკავშირდება ისეთ ორგანიზაციებს, როგორც არის NEDI, EED, USAID, რომელთან დაკავშირებითაც საუბრობენ არა მხოლოდ საქართველოში პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებდნენ და აორგანიზებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო ადგილობრივი ქვეყნების ინტერესებთან. როგორც ამერიკელ ხალხს აქვს მექანიზმი და ქმედითი მექანიზმი ასეთი აქტივობების გამოსავლენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხალხსაც, ქართულ ხალხსაც ჰქონდეს ანალოგიური შესაძლებლობა.